გამორჩევათ. ასეთი პომიდორი ალბათ ბევრს შეხვედრიათ. ბევრს კი არა ალბათ ყველას. თეთრი ჩანართებით დაზარღვული და ძალიან უგემო. ეს არ გეგონოთ, რომ რაიმე ჯიშია. ან გენმოდიფიცირებული, ეს არის სრულიად ჩვეულებრივი პომიდორი, რომელსაც აქვს კალიუმის დეფიციტი. ანუ მის საკვებ ნიადაგში არ იყო კალიუმი საკმარისი რაოდენობით. უпростоრად არ იყო კალიუმისა და კალციუმის შეფარდება. კალიუმი და კალციუმი ერთმანეთის ანტაგონისტები არიან და თუ პომიდორს კალციუმით ზედმეტად გამოყვებავთ, ანუ ზედმეტ კალციუმს მისცემთ, კალიუმის დეფიციტი წარმოიშვება და შესაბამისად ასეთ წურას მიიღებს და რა თქმა უნდა უგემურ ნაყოფს. ეხლა იმის შესახებ თუ რატომ ხდება ზედმეტად გამოყვება კალციუმით. კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში, თუ აკლია კალციუმი, პომიდორს უვითარდება წვეროს სიდამპლე. აი რასაც ეხლა თქვენ აქ სურათზე ხედავთ. და ნაყოფი არის სრულიად უვარგისი საკვებში გამოყენებისათვის. ეს რომ არ განვითარდეს, ამიტომ კალციუმის შემცველ სასუქებს აძლევენ პომიდორს დიდი რაოდენობით, სანამ ეს სიდამპლე განვითარდება პროფილაქტიკის მიზნით. აი თუ ზედმეტი მოვიდა კალციუმი, მაშინ ვითარდება ის თეთრი ჩანართები. ამიტომ ბიომეურნემ რაღაცნაირად უნდა დაიჭიროს ოქროშუალედი კალციუმსა და კალიუმს შორის, რომ მათი შეფარდება იყოს ოპტიმალური, რომ არ განვითარდეს ის თეთრი ჩანართები. ამიტომ, როდესაც მწიფობის პერიოდში გადავა, კალიუმიანი სასუქები უნდა დაუმატოთ პომიდორს.